ვიცი რომ ყველა ელოდებოდით 20 ამანათს და აი 20 ამანათიც აქ არის. ნაწილი აქ მილაგია, ნაწილი აქ მილაგია, არის ძალიან დიდები, ზოგი ძალიან დიდი, ზოგი ძალიან გრძელი, ზოგი ძალიან პატარა, როგორც წინაზე, ასე რომ დავიწყოთ განკუთვები. შევახსენებთ რომ ესენი არის Amazon-ის დაყარგული ამანათები. დაყარგული ამანათები გულისხმობს იმას, როცა პატრონი ვერ იღებს ან დაიკარგება გზაში ან ადგილზე მიაკითხოს კურიერი და იქ და მე უკან მიაქვთ ამ პაჩკებს, ანუ ამ ამანათებს მე Amazon-ს გახსნის უფლება არ აქვს და ყიდის ჩვეულებრივად. ყუთებად ყიდიან, წონით ყიდიან და ასე შემდეგ. ნუ მეც ამ ეტაპზე ვიყიდე 20 ცალი და ვნახოთ აბა რა არის ამ 20 ცალში. დავიწყოთ ცოტა მოგზოთი. ესე ჩვენი პირველი ამანათი. ამაში არის კომპიუტერის ზემოთ გასანათებელი. ანუ ეს არის კომპიუტერის მონიტორის მაღლა, აი ამას კიდევთ. გამოვიღებ განახებთ ხა. აი ამას კიდევთ ესე კომპიუტერის მონიტორის ზემოთ USB-ში აერთებთ და იმაშება ანათებს კომპიუტერის მონიტორს უფრო კარგად. ნუ ოფისებში იყენებენ ეს, იმიტომ ვიცი ეგრევე გამოვიცანი ეგრევე რომ ოფისში ჩვენს გვეკეთა ესეთი და ჩვენს ხმაურით ხოლმე და კომპიუტერს კარგად ანათებთ სხვათა შორის და ძალიან კაი გამია. საოფისედ გამოდგება, ვინც იცის რა კაი რაღაც შეიძლება იყოს, მიხვდება რა. შეიძლება ბევრი ამ რაღაცებს გვერდზე დავალაგებ ხოლმე, იმიტომ რომ 20 ცალი ამანათის გახსნა ძალიან ბევრია. მოდი გავხსნათ ცოტა ბრტყელი. და ვნახოთ ამ ბრტყელში რა შეიძლება იყოს. ამ ბრტყელში დევს mobile phone video amplifier-ი წერია. ანუ მე მგონი ტელეფონს რო დებ და ვიდეოს ვადიდებს ეგაა. ეგ უნდა იყოს ესეც. ხო, ეს არის. ამაში ტელეფონს ჩადებ, როგორც ვიცი, ხდება. ოჰო, ანუ ნახე, აქ ტელეფონს დებ, მე მგონი, ხო, ესეთ იმ ტელეფონი ავიღოთ. აქ დებ ესე ტელეფონს და ადიდებს, როგორც მივხვდი. და ახლა ბანდედან უნდა ჩანდეთ დიდად ტელეფონი. ტელეფონში მის რაღაც არ ვიცი ხა მაგ თქვენი კამერაში როგორ ჩანს, მე კამერას ვერ ვუყურებ, მაგრამ აი ხო, მე მგონი სამ ტელეფონს დავაზიანებ, მოდი. კაი რაღაცაა, თან ეს უფრო ადრე მეც მქონდა ესეთი ნაყიდი, ესეთი რაღაცები მიყვა და ეს უფრო მოხოდილი და ეს უფრო კაი რაღაცაა. ნუ ვინცაც ტელეფონში ფილმების და რაღაცების ყურება მოსწონს, საუკეთესო გამოსავალია მათთვის რა. ეხლა წავიწყოთ შემდეგი ძალიან მძიმეა, დანახეთ რა სიგრძეა და ვნახოთ აბა ამაში რა შეიძლება იყოს. საკმაოდ ძიმე იყო და ნეტავ კაი გამე იყოს. თქვენ აბა ნანახი გექნებათ ერთხელ ტელეფონი ამომივიდა. ყველაზე კარგები რაც იყო, რაც მახსენდება და ნუ მეტი ძალიან კაი არაფერი ერთხელ ყურის საწმენდი აპარატი ამომივიდა, რომელიც საკმაოდ ძვირიანი იყო ეგეც, მაგრამ ტელეფონი ყველაზე ძვირიანი იყო ესე ვთქვი. ტრიპოდი არის, რაღაცის ტრიპოდი არის. ეს არ მგონია გადასაღები ტრიპოდი იყოს. არის რაღაცა სხვისი ტრიპოდია, ვნახოთ აბა როგორ იხსნება აქედან. იმპაქტ რაღაცაო. არ ვიცი. მე მგონი რაღაცა ბაღისთვის არის, თუ არ ვცდები, აი ესეთი რაღაცაა, მეგობრებო. საკმაოდ მაგარი ტრიპოდია. სუსუ ახალი. და ეს ზემოთ მოყვება რაღაც ბაღის სარწყავი უფრო მგონია რა. კომენტარებში შეგიძლია დამიწეროთ ხოლმე რა არის. ხო, ნუ არის. ძალიან კაი ხარისხია და ახალია რაც თავია. ნუ არის, მე არა ვარ ესეთი რაღაცები დაინტერესებული, მაგრამ საკმაოდ კაი რაღაცა ჩანს. ხო, ცოტა ხანში ვაპირებ ეს ამანათები რაც ამომივიდა, ისე უკან გადავყიდო. ანუ როგორ, რაღაც ამანათები ამომდის, ძალიან ბევრი დამიგროვდა უკვე და პატარა მაისტერი ბოქსებს გავაკეთე ხოლმე მეც. და მაისტერი ბოქსებს შეგეცვლინება თქვენ გადებს, ანუ მაგალითად გავაკეთებ ქალის მეიქაპის ასასმის პატარა ბოქსებს და ამ ბოქსებს შემოგთავაზებთ ხოლმე გასაყიდად შემდეგ. ძალიან შეღავათი ამ ფასებში, რა თქმა უნდა, თავის ფასებში არა, ისე რომ თქვენს გაერთოთ, მეც გავერთო და კაი კონტენტი გამოგვივიდეს. ნუ ერთი სიტყვით მიხვდებით რა. ეს უკვე შემდეგი ამანათი, ცოტა ხანში თუ ლაამერევა, იმიტომ რომ 20-მდე სანამ ავალთ, ძალიან დიდი დრო გავა. აი, ეს შემდეგი ამანათი. ეს ისე კარგად იყო შეფუთული, რომ ყუთი დაზიანდა. ეს არის, აი ესე გამოიყურება, ეს ვიდეოს კაი ხარისხით ვიღებ და სავარაუდოდ თქვენს დაინახავთ ხოლმე როგორ გამოიყურება. ეს გაუხსნელ მდგომარეობაშია და ვნახოთ აბა რა შეიძლება იყოს. რაღაცის საწმენდია მე მგონი, ჩაირთო 83%-ზეა. ეს ეყენდება. მიცადე. აჰა, ესე და აჰა.
საწმენდია რაღაცის, მაგრამ მოიცადე ამას. ოღო. დონეებიც აქვს. და რაღაცას საწმენდი. სამაგარი რაღაცა. ეს დუში რატომ ეგონა არ ვიცი. თავისი ისიც აქვს. შეგიძლიათ შეუერთოთ და გრძელი გახადოთ უფრო. ზედაპირის საწმენდები და რაღაცეებია. ძალიან მაგარი რაღაცა. ეს კაი შენაძენია მომეწონა. თავისი ყველაფერი აქვს და რამოდენიმე თავი მოყვება ეს ერთი და ეს მეორე. ვისი საწმენდია არ ვიცი, მაგ თავისი დამტენი მოყვება როგორც მივხვდი. ასე რომ ეს ძალიან მომეწონა. ეს როგორ იხსნება არ ვიცი. ვერ ხსნი ხალხო ამას. რაღაცნაირად ხომ უნდა კონდეს სადმე დასაჭერი გო გაიხსნას. ნუ კაი, გადავდოთ და მე დავკეტავ ამას, ამის ნებები არ მაქვს. თავარია ვნახეთ. შემდეგი, ესეთი ამანათი, თხელი. ფოტოშოპის ძალიან პატარა ამანათების მომიტანეს. ესეთი პატრიკები და ამას ბოლოსთვის ვინახავ, იმიტომ რომ სიცალი გორჯე გასახსნელი. ესეც ვნახოთ რა არის. დღეს რაღაც განსაკუთრებული ამანათები გვაქვს, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერში თითო რაღაცა იდო. ასე რომ არა გვაქვს. ეს ვიცი რაც არის, ამას გახსნა აღარ ჭირდება უკვე, მაგრამ გავხსნათ მაინც და განახებთ, ეს არის მასაჟორი. ანუ ადრე ამომივიდა წინა ვიდეოებში შეგიძლიათ ნახოთ, ანუ ვინც ერთგული მაყურებელი ხართ, ხო, ეს არის მასაჟორი. დადგებით, დაჟე ამას ესეც მოყვას ზურგზე დასადები, ანუ დენს გაგტყავთ რა, ძალიან მაგარი რაღაცაა. ფეხზე გაგტყავთ დენს და ზურგზე გაგტყავთ დენს. ნუ მასაჟორი სტიმულატორი არის და ძალიან კაი რაღაცაა. ძალიან მაგარი მოგმეწონა მე. ბოლო ლეველზე რო დავდექი, აი ამაზე დგებით რა. აქ ფეხები ახატია ნახე. აი ამას აქ ამაგრებთ და ფეხებს დებთ ამაზე და ამაზე რო დგებით, დენი გირტყავთ და ბოლო ლეველზე რო აიყვანთ თავის პულტის მოყვება რა. ბოლო ლეველზე რო აიყვანთ, უკვე გაუსაზგესია, დგომა ძალიან სიამოვნებს და კაი რაღაცაა და თან პახუდო შეიძლება რომ ამითიც გააკეთოთ რა. ძალიან მაგარი რაღაცაა. აი ძალიან საინტერესო რაღაცაა. ეს ყველაზე კაი არის ჯერჯერობით რაც ამოვიდა, ხა ძალიან მომეწონა ეს. ვისაც ესეთი რაღაცები გიზიდავთ, თქვენ ძალიან მოგეწონება დამიჯერეთ. შემდეგი ამანათი არის საკმაოდ მძიმე და ეთყობა რომ ამაში მაინც რამოდენიმე რაღაცა იდება, იმედი მაქვს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ნივთებით დავიღალე. მაგრამ არა, მეგობრებო, ამაშიც ერთი რაღაც დევს. ოღონდ ერთი და კაი მძიმე. რა არის მეტო ამაში? ეს რა შეიძლება იყოს? აი ეს არის. ეს არ ვიცი რა არის, მაგრამ გავხსნათ და ეხლა თქვენთან ერთად ვნახოთ რა შეიძლება იყოს და მე იმედი მაქვს დავკეცავ და აი ამაში ჩავდებ ისე როგორც იყო. ძალიან დიდი იმედი მაქვს. თან ეს ერთი მთლიანი რაღაცა არის, რა შეიძლება იყოს? ნუ მოდი ბოლომდე გავშალო კომენტარებში შეგიძლიათ დამიწეროთ რა არის ეს, იმიტომ რომ მე ვერ მივხვდი. კაი მძიმეა, კაი მასიურია, რა შეიძლება იყოს დამიწერეთ კომენტარებში. ძალიან საინტერესო რაღაცაა, ამას დავდებ აქ. შემდეგი ამანათი არის ძალიან მსუბუქი და ამაში მე მგონი მაინც ორი ცალი რაღაც დევს. და არა მეგობრებო, აქაც ერთი დევს და რაღაც ძალიან ცუდი ამანათების პარტია მოვიდა, ყველაფერში ერთი რაღაცა დევს. ძალიან მეწყინა. მოდი გავხსნათ ეს და ვნახოთ რა შეიძლება ამაში იყოს. ამაში დევს ჩანთა. ორი ჩანთა ეს არის, ვიცი? წელის ჩანთა თუ ნუ რაღაც ეგეთი. ხო, წელის ჩანთას გავს. კაი ჩანთაა, ნახეთ. არა უშავს. შემდეგი ამანათი არის. აქაც ერთი რაღაცა იდება, მოდი წინასწარ დასკვნას აღარ გავაკეთებ. იყოს ერთი ცალი, იყოს ოღონდ კაი, რა არის პრობლემა? ამაში რა შეიძლება იდოს? ამაში დევს, ვაუ. ამაში დევს ხელთათმანები. აქ სნოუბორდისტი ახატია, სავარაუდოდ სნოუბორდისტის ხელთათმანები, სნოუბორდიზე გამოსაყენებელი ხელთათმანებია, რომელიც ძალიან თბილია, აი სასწაულად თბილი და სასწაულად დიდია. ნახეთ რა ხელაა ხალხო. ძალიან თბილია, აი ძალიან დამცხაურე ხელი. ძალიან კაი ხარისხია. შემდეგი ამანათი ძალიან მძიმე და ასევე ჩხაღუნობს იქ ბოლტებია ალბათ. კაი, მოდი გავხსნათ და ვნახოთ. ამაშიც ერთი ყუთი დევს. ნახოთ აბა ამ ერთ ყუთში რა არის. ვაი და ვაი. მოდი რა გავხსნათ ახლა ეს ყვილად. აი ესეთი თარო ამოვიდა. აი ესეთი თარო საწყობ, წიგნები და რაღაცები რო დაალაგო სახლში. ასაწყობი თარო არის. ეხლა გადავიდეთ აქეთკენ. შემდეგი ამანათი აი ამას ეგრევე ეთყობა, რომ ჩაფხუტია. აი ეგრევე ეთყობა, ნახე ფორმაზე თქვენ შეატყობთ. ნუ ხელს მომოკიდებ კიდევ ვაფშე. ან ჩაფხუტი უნდა იყოს და ან მეშლება. ნახოთ რა არის. ნახე ამაგა თავისი ჩანთა მოყვება და ამ ჩანთაში დევს სავარაუდოდ ჩაფხუტი. ჩაფხუტია. მე მგონი ჩაფხუტია. ხო,
ჩაფხუტია, თან საკმაოდ კაი ხარისხი ჩანს. ოღონდ ეს როგორი ჩაფხუტია? რისი ჩაფხუტია ეს? სნოუბორდი ესეც. ზამთარი რომ მოდის ახლა და მოვიდა უბრალოდ და მალე გავა. მაგასთან დაკავშირებით ჩაფხუტები, ნახეთ, შიგნით კაი ჩასაფენი აქვს, თეთრი ფერია. ეს უკან არ ვიცი რაში გამოიყენება, უკან რაღაც დასარეგულირებელიც აქვს და ნუ ხარისხი არ ვიცი ახლა მე სნოუბორდზე არ ვკატაობ ხოლმე და არ მიყვარს საერთოდ ექსპორტი და ვინც დაკავებული ხართ მაგითი, შიგნით ძალიან თბილი და ღუნღულაა და ნუ არ ვიცი, მე მგონი კაია, არ ვიცი. ასე ვთქვით. ხარისხი კაია, შეფუთვა კაია და რავი, თავისი ძალიან თბილი და ღუნღულა ჩანთაც მოყვა. მოდი შემდეგი ავიღოთ პატალა ამანათი, პაწუკა და წაყვალელი. აი ამაში რა უნდა ედოს ახლა იმის ფასი რაც მე გადავიხადე არ ვიცი, მაგრამ ნახოთ. სავარაუდოდ სამკაულები დევს ხოლმე ეს პატარა რაღაცაში, ან რაღაცა მნიშვნელოვანი. რავი, ამაში CarPlay აწერია, ანუ მანქანის არის. და ნახოთ რა CarPlay შეიძლება იყოს. მანქანის CarPlay. ეს არის მე მგონი მანქანაში აერთებდა, მანქანაში გაქვს მე არ ვიცი. არ გამომიყენებია რაღაცას, უბრალოდ CarPlay მანქანის რა ვიცი. ან მანქანაში აერთებდა, მე მანქანაში მუსიკების სიმღერები და რაღაცეები გაქვს სავარაუდოდ. აი ესე გამოიყურება. ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არ მოეწონება. შემდეგი კიდევ პაწუკა ავიღოთ. ძალიან პაწუკა, არა, მოიცა მაგაზე პაწუკა ვიპოვე კიდე. აი რავი, ამაში რა უნდა იდოს, დაჟე იმაზე პატარაა. ზომაში რო შეადაგოთ, იმაზე პატარაა, ნახე. რაც ამოვიდა, აი ამაში რა უნდა ამოვიდეს. CarPlay შეიძლება ღირდეს ის თანხა. ამაში ალბათ უკვე ბიჟუტერია ამოვა, ეს მგონია მე. ან გაგვიმართლებს კიდე და რაღაცა ზუფასი ამოგვივა. აი, გავხსნათ, მოდი ეს და ვნახოთ. ხო, ბიჟუტერია, შეფუთვაზე ეთყობა. და გავხსნათ და ამოვიდა ეს რაღაც ქვა არის და ეთყობა რომ კაი და ლამაზი ქვა არის და აწერია რა ქვა არის. ამეთვისტო. ხო, ეს არის ამეთვისტო. აქ წერია მე ათვისებებს შეიცავს, ალბათ რომელი ზოდიაქოსია და ასე შემდეგ. ჰეალინგი არის, სამკურნალო და ასე შემდეგ. შემდეგი არის აი ეს. ესეც პაწუკა იყო და ამაში არ აწერია რა შეიძლება იდოს, მილიონჯერ გადასკოჩილია. დავაღაუდოთ ეს ვიღაცა მიხმარა და უკან დააბრუნა და მე დაბრუნების პროცესში დაიკარგა, იმიტომ რომ ახალს ესეც არ აგზავნიან ხოლმე. რაღაცის დამტენია კიდე მე მგონი. ეს არ ვიცი რა. ესეთი რაღაცა ჩამოვარდა. ეს დავაღაუდოთ ტენის, აბელიც ეხება ტენის და აი ამაში დევს ის რაღაცები რაც იტენება. და ეს რაღაცები არის ბატარეები. მე რომ ოსმო ვიყიდე, ოსმოს მოყვა ესეთი ბატარეა, მაგრამ ეს კონკრეტულად ისი ბატარეაა, ეს 3 ცალი არ ვიცი. Lion ბატარეა არის, რომელიც დავაღაუდოთ მე ესე იტენება, მოიცადე? აი ესე უნდა დატო. აი ესე ჩადებ და ესე იტენება, მაგრამ თვითონ აი ეს ბატარეა რისია? მაგისი არაფერი არ მოყოლია. დამიწერეთ მე კომენტარებში ეს გვეცოდინებათ ახლა ვიღაცას გავსი რამე თუ აქვს, აი ეს რისი ელემენტებია. ბატარეა რა ქართულია. ეს რისი ელემენტებია და ეს თავისი სატემა. ძალიან საინტერესო რაღაცა ჩანს. ჩავაგდოთ უკან 3 ცალი ელემენტი. ფოტოაპარატის მგონია, ან რაღაცა მსგავსი კამერის ან რაღაცა მგონია მე. შეიძლება სხვა რაღაცის აღება ვცდები. შემდეგი პაწუკა ამანათი. ამაში ერთი რაღაცა დევს. და ეს არის ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რუსიკი არ იქნება. ეს ზომა არის, რაც თავარია. ავხნო და ჯამაათნო. ეს ზომა არის და ეს არის ვაიმე პატარა ბავშვის ის არის. პატარა ბავშვის რაღაცა არის. პატარა ბავშვის არის. ნახეთ, გასაყვარლობა. ჩასაჭმელი სუთოთა ბავშვის არის. გასაყვარლობა. ევინახოთ ეს უკან. ძალიან ლამაზი რაღაცა. ცოტა დაგვრჩა. ეს შემდეგი ძალიან სუბუქი, სუპერ სუბუქი ყუთია და ვნახოთ ამ სუპერ სუბუქ ყუთში რა შეიძლება იდოს. ნათურები, მოკლედ აი ეს ნათურები ვერ მოვიშოვე რა. 4 ცალი ნათურა. გახსნასაც აზრი არ აქვს, მაგრამ კაი გავხსნი. აი ესეთი ნათურები. 4 ცალი ესეთი ნათურა დევს ჩალაგებული. აი ესეთია მეგობრებო, ერთი ამანათი იყო მაღლა მხოლოდ ნათურები. შემდეგი ცოტათი უფრო მძიმე ყუთი, თითქმის მსგავსი. ჯოისტიკი ამოვიდა. ეს ჯოისტიკი უკვე მე მგონი მესამეჯერ ამომივიდა. ეს უკან მე მგონი სიგნალიზაცია ქონდა დაჟე თუ რა. მოდი გავხსნათ და ვნახოთ როგორი ჯოისტიკია. ეს ესე იხსნება. Game Series ჯოისტიკია. საკმაოდ ლამაზია ძალიან. ნახეთ, ეს რა კნოპკა აქვს აქ ჯოისტიკს არ ვიცი. ჩემს სხვა ჯოისტიკებს აი აქ კნოპკა არ აქვს, არაფერი არ ვიცი რა არის. საკმაოდ მძიმეა, საკმაოდ კაია, Type-C აქვს. ნახეთ რა ლამაზია ხო. ეს მართლა კაი ჯოისტიკია. თან კაი მძიმეა, ხელშიც კარგად ჟდება.
ძალიან ლამაზია. ამ ვიდეოში ვთქვი, მაგრამ ალბათ ნაწილ-ნაწილ დაიდება ეს ვიდეო. ამ ყველაფერს რაც ამომივა და რაც აქამდე ამოსულია ცოტა ხანში. კატეგორიების მიხედვით დავახარისხებ, მაგალითად ჯოისტიკი არის გეიმინგის მხრივ, ტანსაცმლის მხრივ, ფოტოგადაღების მხრივ, ანუ რამდენი კატეგორიის რაღაცები ამომივიდა, ხო? ბიჟუტერიის მხრივ, ასე შემდეგ. შევქმნი მე თვითონ ბოქსებს, სადაც აი ესე გამოვალ ხოლმე, დავდებ ხოლმე ყუთს და იმ ბოქსში ჩავალაგებ და კონკრეტულ ფასს დავადებ და იმ ფასაც გაიყიდება. რა თქმა უნდა, გაიყიდება თვითღრიებულებით. არაფერს მე არ მოვამატებ, არაფერი არ მინდა, უბრალოდ რაც ღირს რეალურად დაჟე იმაზე იაფადაც ვეცდები რომ დავადო ფასები და პატარა ბოქსებად გაიყიდება. ასევე მაისტერი ბოქსების გაიყიდება ხოლმე ცოტა ხანში, სპეციალური გვერდი შეიქმნება მაგისი, მაის რომ არიცით რა დევს და ასევე ის რაღაცეებიც, რაც მე ამომივიდა, რაც ნახეთ თქვენ უკვე თქვენი თვალით და მაგებს თქვენი თვალით განახებთ ხოლმე, ჩავდებ ხოლმე და ვიტყვი რომ აი ამაში 5 ნივთი დევს, ეს და ღირს ეს. და არ დავწყვიტე, რომ იმით კარგი სახურულები და რაღაცები ამომივიდა ძალიან ბევრი მაგალითად, თუ ყველა კარგი სახურულს ჩავალაგებ ერთად და ვინც მაგ მხრივ მუშაობს, ან ვინც მაგ მხრივ ბიზნესი აქვს და ყიდულობს რაღაცას ზვიგად, მე შედარებით იაფ ფასად ბოქს შევთავაზებ, სადაც ის რაღაცები დევს, სადაც მუშაობს ეს ადამიანი. ასე რომ მე მგონი კაი საქმე იქნება, კაი რაღაცა იქნება, კომენტარებში დამიწერეთ აზრი, აბა რას ფიქრობთ თქვენ, ანუ რაც კი აქამდე ამომსულია, თითქმის ყველაფერი რა, რაღაც თუ ძალიან მომიტოვა, მე თვითონ დავიტოვებ ხოლმე. შემდეგი ამანათი არის ეს. ამაშიც ერთი ყუთი დევს და ამაში არის აი ეს ნამდვილად არ ვიცი რა არის. თან ყველაფერი როგორც ხედავთ ახლებია, მაგრამ აი ეს რა შეიძლება იყოს არ ვიცი. ვიცი რაც არის. კაი რაღაცა ჩანს. ანუ აქ წყალი უნდა ჩაასხა, როგორც მივხვდი. უნდა გადმოასხას, მაგრამ ისთვის გამოიყენება ეს არ ვიცი. ძალიან კაგაჟდება ხელში და ძალიან მაგარი რაღაცაა. კომენტარებში დამიწერეთ, შესაღები ვითომ, მაგრამ არ მგონია საღებავის არ იქნება. ანუ რა შეიძლება გამოიყენებოდეს ეს? თან ძალიან წვრილი წვერი აქვს, სავარაუდოდ ძალიან წვრილად ასხავს, ნახეთ. ძალიან წვრილად ასხავს, სავარაუდოდ წყალსთან რა სითხესაც ჩაასხავს შიგნით. აქ არაფერი არ აწერია რა არის. Blu-ray რაღაცა სპრეიერი, ანუ ტრეიში სასხმელი არის. რაში გამოიყენება არ ვიცი. შინით ანოტაცია კი მოყვება, მაგრამ მაგდენი დრო არ გვაქვს, იმიტომ რომ ვიდეო ისე დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს ბოლოს წინა ამანათი, რომელიც ის გრძელი და ერთი რაღაცა დევს ამაშიც. ნახოთ რა შეიძლება ეს იყოს. ეს არის, უნდა გავხსნა და ვნახო რა არის. გავხსნათ და ვნახოთ რა შეიძლება იყოს ეს. ეს არის რაღაც ტილო მოყვა. ესე განახებთ, ეს გუბკები. და ეს არის აი მსგავსი რაღაცა, არ ვიცი რა ჯანდაბაა. აი ეს რაღაცა. ანუ რაში გამოიყენება ვერ გეტყვით. ანუ მოდი ჩავდოთ. რაღაც ისეთი შეფუთვა ქონდა რომ მეთქი ძალიან მაგარი რაღაც იქნება თქო, მაგრამ რა ვიცი, ნუ ვისთვის გამოიყენება არ წერია და ეხლა მოდა ნახატია ხოლმე ზოგჯერ და მოდი ნახატი ვნახოთ. ანუ რაღაცა პატარა ქილები რო ჩადოთ შიგნით, აი როგორც აი ნახატზე არის. ნუ რა ვიცი, ეს ძალიან სიტუაციური, ანუ აი ეს ამანათების იმას რომ დავაპირებ მე ბოქსებად ქცევას, აი სამზარეულოს ნივთები ძალიან ბევრი ამოვიდა. შევკრიბავ ერთი 5-5-ცა, 1000-ცა სამზარეულოს ნივთს და გავაკეთებ ბოქსს და მე გასაყიდად გავუშვებ. ძალიან კაი რაღაცა. ძალიან კაი რაღაცა. თან თქვენ პირდაპირ ეთერში ნახულობთ ხოლმე რა ამოვიდა, რა არ ამოვიდა. და ესეც ჩვენი ბოლო მე-20 ამანათი. ნახოთ აბა იქნება და მე-20-ემ და არ გვიგვინოს, იმიტომ რომ მოხიბლული აღაბა 20 ამანათის კვალობაზე ძალიან ცოტა რაღაცა ამოვიდა. სავარაუდოდ სხვა აპარატიდან ვიყიდი ხოლმე, იმიტომ რომ ეს არ მომეწონა. ძალიან ცოტა იყო, გაცილებით ცოტა იყო. ამანათში ამოვიდა და ძალიან ბევრი. ეს რა არის? Intelligent heating. ყუთი ისეთი სერიოზული ყუთი აქვს, რომ რაღაც სერიოზული გეგონება და ეხა გააღებდათ მაგ. აი, მოდი ვნახოთ ეხლა ეს რა შეიძლება იყოს. ეს არის მასკა, როგორც მივხვდი, სახის. ეს არის სახის მასკა. ესე რომ გაიკეთო სახეზე, გაკეთება მეზარება ძალიან. საკმაოდ კაი რაღაც ჩანს, მაგრამ აი ეს რაღაცები რატომ მოყვა ვერ გავიგე. სატენი მოყვა თავისი და ეს სადიტენება ვერ გავიცი, რატომ დაიტენოს ვაფშე ეგეც არ ვიცი. ნახე, კიდე რაღაც ელემენტი მოყვა კიდე. მე მგონი გათბობს, ანუ უნდა დატენო ეს, მე მგონი და სადღაც აქ უნდა გავუკეთო და მე ათბობს ალბათ. მივხვდი. ამას აქვს აქ რაღაც აქ ჯიბი აქვს, ამ ჯიბეს გახსნი, შიგნით კაბელი აქვს, ამ კაბელს ესე მოხსნი, ამაში შეაერთებ, ამ კაბელს ესე ჩადებ და აგე ანათებს, მეგობრებო, არ ვიცი ჩანს თუ არა, ანათებს, უნდა დააჭირო და მე მგონი გათბობს. აგე ჩავთე, მაგრამ რას ათბობს? ალბათ თლიანად ათბობს მთელ სახეს. ხო, აი უკვე აი გათბობა დაიწყო უკვე. ძალიან კაი რაღაცაა, ეს ზამთრისთვის არის იდეალური. ფერებს იცვლის ეს და სავარაუდოდ ყველაფერი რაღაცას ნიშნავს. აქ წავიკითხავ ხა რას ნიშნავს და გეტყვით, აბა. ხო, წერი ყველაზე დიდი არისო, წითელიო.
თეთრიო, საშუალოარიო, თეთრი ფერს უანთებსო და ბლუ ის არისო და საშუალოზე დაბალიო. რომ წითლად რო ანთებს, ესე იგი ძალიან მაგრად ათბობსო. და ეს ახლა ნელ-ნელა გათბობას იწყებს რა. სახელზე ჩამოსაფრებელია, აი ესეთი სახელზე ჩამოსაფრებელია. ძალიან კაი რაღაცაა ზამთრისთვის. თან ამას ისეთი დიდი ელემენტი აქვს, ეს ელემენტი სავარაუდოდ ძალიან დიდ ხანს გაძლევს. პოლონეთში ყოველ შემთხვევაში იდეალური იქნება, იმიტომ რომ აქვს ცივა, ძალიან ცივა. ძალიან საინტერესო რაღაცები ამოვიდა. სულ ეს იყო მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი უკეთესი ვიდეოებისთვის. ეს იქნება თქვენი მხარდაჭერა, მეტი არაფერი, ჩემდამი. როგორც გითხარით, სულ ცოტა ხანში ეს ამანათები რაც ამოდის ხოლმე და რაც აქამდე ამოსულა, სულ ძალიან ბევრი ამანათია. დახარისხდება კატეგორიების მიხედვით და გამოვა გაყიდვაში შეღავათიან ფასებში. ნუ რასაც საიტზე ნახავთ, იმაზე ბევრად იაფად. ანუ რაღაცა თუ ღირს საიტზე პირობითად ვიძახი $20, ეს რაღაცა გაიყიდება $10-12. თან ახლებია ყველაფერი, როგორც ხვდებით, ყველაფერი ახალი აბსოლუტურად გამოყენებული ასეთი არის, თავის პარკებშია, თავის ყველაფერია და ნანახიც გაქვს პირდაპირ ეთერში უყურებთ ყველაფერს როგორ ხსნი და განაიღოს ხსნი, არაფერს არ ვიყენებ, ესე დევს. ასე რომ, ცოტა ხანში დაელოდეთ კაი სიახლე, სპეციალური გვერდით შეიქმნება, სადაც ეს ყველაფერი დაიდება ხოლმე, ასევე მაისტერი ბოქსების დაიდება, როგორც ასე ხან მე ვხსნი მსგავს, რომელიც გახსნილია იქნება ჩემი მიერ. გამოიწერეთ ჩემი არხები ყველგან, ყველა სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ ზოგან იმ ვიდეოს ვდებ ხოლმე, ზოგან ამ ვიდეოს ვდებ ხოლმე. გამოიწერეთ ჩემი არხები და დაელოდეთ ძალიან მაგარ სიახლეებს. სულ ეს იყო და წარმატებები ყველას.